ვინ ან რა გართმევს ენერგიას? ნახოთ ძვირფასება. მეგოხნავართ სალომეა, ვინც არ მიცნობთ. მიხარია თქვენთან კომუნიკაცია ყველასთან. რა გართმევს ენერგიას? შინაგანი ბრძოლები და ეჭვები გართმევენ ენერგიას. აი ასე ხარ ჩამოკიდებული ამ ენერგიებში. ისევ წარმოიდგინეთ ავჩეხე და ისევ ამოდის მე-12 არკანი. გადამეტებული ფიქრები, შიში, ფოკუსირება შიშებზე. ფოკუსირებული ხართ შიშებზე, განდეგილებში ხართ. სადღაც დიდხანს ჩერდებით. საერთოდ იქ ხართ, სადაც შეიძლება არც უნდა იყოთ. შიში იმაზე გართმევს ენერგიას, რაც ჯერ არ მოხდა, ან საერთოდ არ მოხდება, მაგრამ შენ უკვე ამ ყველაფერზე დარდობ, წინასწარ ნერვიულობ. მოხდება ან არ მოხდება. რა გართმევს ენერგიას? ყალბი მეგობრები გართმევენ ენერგიას. ფინანსური არხი გართმევს ენერგიას, სადღაც შეიძლება 24/7-ზე რომ მუშაობს ადამიანი. გერთმევა ენერგია, ენერგორესურსები გადის სხეულიდან პირდაპირ აი ამ არხებში, გამომუშავებულ არხებში, სადაც გამომუშავებას ცდილობ ფინანსების. ყალბი მეგობრები იღებენ შენს ძალებს, ყალბი ნათესავები. შეიძლება ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ ბევრთან ასეა. უხილავად გართმევენ ამ ენერგიას, ამ ძალას, საუბრებიდან გერთმევა ენერგია, ძალიან ბევრს საუბრობთ. სად მუშაობთ, ამდენს რომ საუბრობთ. საუბრებში გერთმევა ენერგიები. ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა ამ ხრებზე. ძალიან ბევრ ამას იღებ საკუთარ თავზე. და მერე შიშობ, გამოვა, არ გამოვა, გერთმევა ენერგიები აქაც. რაღაცა გაურკვეველი მიზნები, გადამეტებული პასუხისმგებლობა. ბევრ ამას იღებ საკუთარ თავზე. მოლოდინი გართმევს ენერგიას. ენერგიის დიდი ნაწილი იკარგება შფოთვებში, ღამის ფიქრებში. ვიღაცა ძალიან განერვიულებთ ძვირფასება. აი ძალიან განერვიულებს ვიღაცა. ან ვიღაცაზე ძალიან ნერვიულობთ, რაღაცაზე ძალიან დაარდობს ადამიანი. და თქვენ წარმოიდგინეთ 90% ამ დარდის არის აბსოლუტურად ცარიელი დარდია, რაც არასოდეს არ მოხდება, ხვდებით? თვითდანაშაულების გრძნობა გართმევს ენერგიას, ჭამთ საკუთარ თავს, ენერგეტიკას, ნერვებს. ნუ არ ვიცი, აქ არის, ანუ ენრაოდენობით პასუხი. სიყვარული გართმევს ენერგიებს, სამკუთხედი გართმევს ენერგიას. და მე ამ ენერგიების გარეშე აღარ იცით, ანუ ავადდება ადამიანი, ცუდად ხდება ადამიანი. თქვენ აკონტროლებთ იმას, რისი კონტროლიც არ შეგიძლიათ. რეალურად და ფიქრობთ, რომ აკონტროლებთ, მაგრამ ვერ მანიპულირებთ, ვერ აკონტროლებთ, რატომღაც ფიქრობთ, რომ კი, მაგრამ არა, ვერ აკონტროლებთ. როცა ხედავ, რომ ვერ აკონტროლებ, მაშინ უბრალოდ სავარაუდოდ უნდა საკუთარ თავზე იფიქრო, ხო, უფრო?
გავრემოს რაღაცა გავლენებია ისეთი, რომ აი წარსულიდან გამომდინარეც და წარსულიდანაც და საერთოდ ასე ცხოვრობთ. გერთმევათ ენერგიები, ძალიან ცუდად გერთმევათ თან, იმ დონემდე, რომ შეიძლება დილიდან იღვიძებს ადამიანი უკვე დაღლილია. კიდევ რა? დაპირისპირები მცდარი ილუზიები. შეიძლება იყოს ადამიანი ან სიტუაცია ისეთი, რომელიც თქვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს. თუ იცით, რომ თუ არსეთი არსებობს, უბრალოდ ჩაბლოკეთ ეს სიტუაცია, აღარ გახვიდეთ კონტაქტზე და რთულ ეტაპებზე არ გადახვათ. როგორც ჩანს, ადამიანები იყენებენ აქ თქვენს ნდობას, თქვენს ენერგიას, თქვენს დროს, თქვენს ინფორმაციას იტაცებენ, ხვდებით და ამიტომ შეავიწროვეთ საკომუნიკაციო წრე და საერთოდ იფიქრეთ ხოლმე კომუნიკაციის დროს, საუბრების დროს, რომ თქვენ ხართ ძალიან დიდ კვერცხში, ასე ვთქვათ, ზიხართ ამ ნაჭუჭში და საუბრის დროს ამ ენერგიას ფიზიკურად თქვენ ვეღარ გასცემთ, აღარც გასცემთ, როდესაც ჩაკეტავთ საკუთარ ენერგეტიკას ნაჭუჭში, ხვდებით? თქვენ თვითონ უნდა აკონტროლოთ თქვენი შინაგანი ენერგიები, აღარ გასცეთ. ძალიან დიდი ფაქტორებია ენერგიის წართმევის თქვენ შემთხვევაში და რა თქმა უნდა გირჩევთ, რომ შეწყვიტოთ კომუნიკაცია ტოქსიკურ ხალხთან. წარმატებები, ძვირფასები.